თათების იმედში გიყვებოდით ცუგას სახელად მერიშელის შესახებ, რომლის ასაკიც და ჯიშის დადგენაც პოვნის მომენტში შეუძლებელი აღმოჩნდა მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. ზესტაფონში მცხოვრებმა ცხოველთა მოყვარულმა 2025 წლის სექტემბრის თვეში ცუგას დასახმარებლად მოგმართა. გვითხრა, რომ ძაღლი გვიან ღამით დაუძლურებული შემთხვევით აღმოაჩინა. ვარაუდობდა, რომ ცუგა ამ ადგილას ახალი მიტოვებული იყო, რადგან ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლი ამ დრომდე არასდროს შეუმჩნევიათ. ცუგას მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ თბილისში უნდა ჩამოგვეყვანა ვეტერინარული დახმარების აღმოსაჩენად. მერიშელის გამო გავაღეთ ხამე კლინიკა, იმიტომ რომ მე რო ვიდეო ვნახეთ, მან წყვიტავდა უკვე ყოველი წამი, წუთი ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, რეფლექსები არ ქონდა თვალზე და ძალიან ზედაპირული ჩასუნთქვები ქონდა. იყო მომენტი, რომ ფიქრობდით, რომ რამდენად აზრი ქონდა მაგის რეანიმაციას, ან მას, იმიტომ რომ ტემპერატურა საერთოდ არ ისინჯებოდა, სასწრაფოდ მივიღეთ რეანიმაციის ზომები, დავიწყეთ ტემპერატურის მაქსიმუმამდე, ვეცადეთ, რომ უბრალოდ მაჩვენებელი მაინც გამოჩენილი იყო. ყველაზე კრიტიკული დაბალი არის 32. რომ აი 32 მაინც გამოჩენილი იყო, რომ გვეთქვა, რომ რაღაცა სასიცოცხლოდ რაღაცა მნიშვნელოვანი პროცესები ცოტა დაიძრა. ჩვენ გვინდოდა სისხლის ანალიზების აღება, ანუ სისხლის მსგავსი რაღაცა გადმოსდიოდა და სისხლი არ გადმოსდიოდა. სისხლის ყველანაირი სტრუქტურა და ვიზუალური მხარეც დაკარგული ქონდა. აქედან გამომდინარე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ანუ მაგას კრიტიკული არ ქვია, ანუ კრიტიკულზე მძიმე იყო. სასწრაფო ზომები მივიღეთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. ჰემოტრანსფუზიის რისკიც იყო, რომ შეიძლება ორგანიზმი ვერ მიეღო ეგ სისხლი და კიდე რამე გართულებები მოყოლო და უბრალოდ სხვა გზა არ იყო. სიმართლე გითხრათ, ისიც არ მქონდა ფიქრი, რომ ეს შეიძლება გადარჩენილი იყო. მერიშელის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი განმეორებითი ანალიზი და ექიმების მუდმივი ზედამხედველობა დასჭირდა, რადგან მისი ჯანმრთელობის პრობლემები არაერთი ტრავმისა თუ დაავადებისგან იყო გამოწვეული. მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე განსაკუთრებით ვზრუნავდით და ექიმის დანიშნულებას ზედმიწევნით ვასრულებდით. მერიშელის მძიმე მდგომარეობამ გულგრილი არავინ დატოვა. ათასობით ცხოველთა მოყვარული, მათ შორის ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, გულშემატკივრობდა და სოციალური ქსელის მეშვეობით ადევნებდა თვალს ცუგას მკურნალობისა და გამოჯამრთელების ხანგრძლივ და რთულ პროცესს. ეს ლეკვი სახელად ტიმია. ის 2025 წლის ოქტომბრის თვეში ქუთაისში იპოვეს თათის და კუდის მძიმე ტრავმით. აღმოჩნდა, რომ ლეკვი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა და მისი გადარჩენა თათების იმედს სთხოვეს. ლეკვი ჩამოვიყვანეთ და ვეტერინარულ კლინიკაში ირაკლი ექიმთან მივიყვანეთ. იმდენად მძიმე მდგომარეობა ქონდა, რომ უკვე მატლებიც დასეული ქონდა თათზე და ფალანგების და მტევნის ძვლები სულ დალეწილი იყო, კუდიც მძიმე დაზიანება იყო. იყო ლაპარაკი ამპუტაციაზე, იმიტომ რომ პირველად იჩვენება ეგ იყო ამპუტაციის, იქ აღარ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მოდი მოვიცადოთ და ვნახოთ. უბრალოდ კარგმა რეაბილიტაციამ და სწორმა ჭრილობების დამუშავებამ მოგცა ის შედეგი, რომ თათი შევინარჩუნოთ. შეიძლება იდეალურად არა, რა თქმა უნდა იდეალურად იმ მდგომარეობიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ დღესდღეობით ის რომ ვიყენებს თათს და დადის, ეს ძალიან დიდი მიღწევა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე რაც იყო. თათის გადარჩენისთვის ბრძოლის დროს ტიმის ლეკვებისთვის საშიში ვირუსული დაავადება, პარვოვირუსული ენტერიტი აღმოაჩნდა. თუმცა სწორმა მკურნალობამ, ზრუნვამ და სიყვარულმა შედეგი გამოიღო და ტიმი გამოჯამრთელდა. თათების იმედთან ცხოვრების დროს მერიშელი და ტიმი განსაკუთრებით დამეგობრდნენ და უმეტეს დროს ერთად ატარებდნენ. მერიშელის აყვანის სურვილი პოლონეთიდან მალევე გამოთქვეს და რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრება წარმატებით გაიარეს. თუმცა ტიმისა და მერიშელის დაშორება ოჯახმა არ ისურვა და მალევე გადაწყვიტა, რომ მეგობრებს ერთად წაიყვანდნენ. საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საბუთების მომზადების ხანგრძლივი და რთული პროცესი მალევე დავიწყეთ და რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ ტიმის და მერიშელის პოლონეთში გასამგზავრებელი ბილეთები შევუძინეთ და აეროპორტში მივიყვანეთ. მერიშელის და ტიმის ძალიან გაუმართლათ, რადგან შეამჩნიეს ცხოველთა მოყვარულებმა და გვაცნობეს. თუმცა ასე არ უმართლებს ყველას. უპასუხისმგებლო პატრონების გულგრილობით ყოველ დღე ათასობით ოთხფეხა მეგობარი იღუპება. იღუპებიან შიმშილით, დაავადებით, უიმედობით.
მერიშელი და ტიმი დღეს ბედნიერად ცხოვრობენ მზრუნველ პატრონებთან და არასდროს მიატოვებენ მათ. ერთი ცხოველის გადარჩენით სამყარო არ იცვლება, თუმცა იმ ერთისთვის იცვლება მთელი სამყარო. ჩვენ ყველა ერთად თათების იმედი ვართ.